ბავშვთან მიმართებაში განსაკუთრებით საშიშია, იმიტომ რომ ბავშვის ტვინი არ არის ჩამოყალიბებული. ღირს ეს პროგრესი ამ ხელასაფასურად მე თუ ჩემი ტვინის უბნები დავთმე? გემბლინგს ავდარებენ ხოლმე ზოგჯერ სოციალური ქსელისადმი დამოკიდებულებას. რატომ? არამც თუ დოფამინის რაოდენობა ვარდება მკვეთრად. იქ უკვე იცლება თავის ტვინის ბიოქიმია, იმიტომ რომ ამოდის კორტიზოლი. ტელეფონთან და სოციალურ ქსელებთან მიმართებაში კონტროლის განცდა აქვს დაკარგული. ღამის ძილის დარღვევა თავიდან ბოლომდე ზრდის ჰორმონთან არის დაკავშირებული. მე მართავ სოციალური ქსელი თუ მე ვმართავ მას. შეგრძნება დროის დაკარგულია, როდესაც ონლაინ ხარ. დოფამინი არის მოლოდინის მდგომარეობა. ბავშვმა იმაზე ადრე თუ ნახა სექსუალური შინაარსის კონტენტი, აქედან გამომდინარე, რა რაოდენობის ესეთი ტვინის ხალპობი ინფორმაცია შეგხვდება, უკვე თავიდან ბოლომდე მშობლის პასუხისმგებლობაა და ბავშვის პასუხისმგებლობა. სოციალურ ქსელს დასასრული არ აქვს. ჩემთვის ალგორითმი დღეს ასრულებს გახლეჩვის ფუნქციას. ჩვენ ხარ ტელეფონმა მოგცა შესაძლებლობა მარტოობის განცდას გავექცეთ. ოღონდ ეს ფსევდოა.